განსაზღვრის პროცესში. მაშინ, როცა მსოფლიოს სხვა რეგიონები ევროპას ეკონომიკურად უსწრებენ, ზრდიან თავიანთ მოსახლეობას და სამხედრო შესაძლებლობებს, ევროპის პასუხი ჩვენი საერთო მემკვიდრეობიდან, ღირებულებებისა და მომავლის დამაჯერებელი ხედვიდან უნდა მოდიოდეს. ევროპული მომავლის საერთო ხედვა არ უნდა ეფუძნებოდეს ხელოვნურად შექმნილ იდეოლოგიურ წარმონაქმნებს. არამედ ცივილიზაციურ ფასეულობებს, რომლებმაც დროის გამოცდას გაუძლო. ევროპის მომავალზე მსჯელობა ორმხრივი მოძრაობა უნდა იყოს და არა ერთი მხრიდან მომდინარე ქადაგება იმ ღირებულებებისა, რომლებიც ევროპის მხოლოდ ნაწილს ესმის და მხოლოდ ნაწილი იზიარებს. სამწუხაროდ ეს არის ის, რასაც ჩვენ ზოგჯერ ვხედავთ ევროკავშირის ზოგიერთი წევრისა და სტრუქტურების მიდგომაში ზოგიერთი წევრი ქვეყნისა და კანდიდატი ქვეყნის მიმართ. ამ მიდგომის პარადიგმა იმაში მდგომარეობს, რომ ზოგიერთი ქვეყანა ჯერ უნდა გამოიწვრთნა ჭეშმარიტ ევროპელად იმ სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც განსაზღვრებითვე არსებითად სადავოა. ჩვენთვის, როგორც ევროკავშირის პოლიტიკაში ახალბედა ქვეყნისთვის, აშკარად თვალში საცემია, რომ ევროკავშირში არსებობს ევროპელობის გარკვეული იერარქია. თუმცა, წესით ამ საკითხზე მონოპოლია არავის უნდა ჰქონდეს. ევროპა ყოველთვის ვითარდებოდა და მისი ამჟამინდელი ინსტიტუციური ფორმა ევროპული კავშირი არ წარმოადგენს სრულიად ევროპას. ამიტომ, ევროკავშირმა უნდა მოусმინოს ფართო ევროპას, ახალსაც, ძველსაც და უძველესსაც. ჩვენ შემთხვევაში იმის მიუხედავად, რომ ფორმალური დამოუკიდებლობა 1991 წელს მოვიპოვეთ, საქართველოს მრავალი ასწლეულის განმავლობაში ეროვნული მმართველობის ხანგრძლივი ისტორია აქვს და უნიკალური კულტურა, რომელიც 1000 წლეულებს ითვლის. ჩვენი პარლამენტარიზმის საფუძვლები მაგნა კარტის ხელმოწერის პერიოდს მიეკუთვნება, როდესაც საქართველო აბსოლუტური მონარქიის უფლებების შეზღუდვის პირველი მცდელობის მომსწრე გახდა. ჩვენ ასევე თანამედროვე დემოკრატიული ევროპის თანაშემოქმედნი ვართ. მე წარმოვადგენ პარლამენტს, რომელიც დემოკრატიულად პირველად იქნა არჩეული 1919 წელს, რომელშიც წარმოდგენილი იყო პირველი საერთაშორისო დონეზე უპრეცედენტო პროგრესული სოციალურ-დემოკრატიული უმრავლესობა და რომელმაც უზრუნველყო ქალების სრული საარჩევნო უფლებები, 5 ქალი დეპუტატი იყო არჩეული. შესაბამისად, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობა ნიშნავს არა ექსკლუზიურ კლუბში გაწევრიანებას, არამედ დაგვიანებულ ხელახალ გაერთიანებას.